უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორესი, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. აღდეგინ ღმერთი და განიბდინენ ყოველნი მტერნი მისნი. ქრისტე აღსდგა! ზეიმობს ანგელოსთა დასი. ქრისტე აღდგა! გუგუნებენ ეკლესიის ზარები და ჩვენც მოციქულთა მსგავსად სიხარულით აღსილნი ხმობთ. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა. სადარ ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, სადარ სიკვდილო საწერტელი შენი. მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასდგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა. ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატრა აღასრულა. ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა. მარადიული სიცოცხლისა და უკდავების წყარომ ასეთივე სიკეთით დააჯილდოვა კაციც, მაგრამ შემოქმედისადმი ურჩობითა და მისგან განდგომით ჩვენმა პირველ მშობელმა მაცხონებელი მადლი დაკარგეს. მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს. იგი ყველგან არს და ყოველივეს აღავსებს. მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმლობს ყოველი ცხოველი, მაგრამ სხვა არის მაცხონებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმინდა სამების წიაღიდან და ქრისტეს მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან და განეფინება ადამიანის მოდგმას. სინერგიის აღსრულება კი ინდივიდუალურია და პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთნი კმაყოფილდებიან ნათლობით მიღებული მადლით და აღარ ზრუნავენ მის გამრავლებაზე. სხვანი თავისუფალინდებით ირჩევენ განვითარების საპირისპირო გზას და ბოროტის მსახურნი ხდებიან. როგორც ერთი, ისე მეორე მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას ადამიანს შეიცნოს ღმერთი. ამაზეა ნათქვამი, სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. ისინი უქმყოფენ თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს და მარადიული ტანჯვისთვის წირავენ სულს. ღვთის მსგავსება ნებისმიერ პიროვნებაში განაპირობებს სრულყოფილებისაგან მისწრაფვას. სრულქმნა კი არის ყოველი ქრისტიანის მოწოდებაც და ვალდებულებაც. იესო ქრისტე არის მაგალითი ჭეშმარიტი ადამიანისა და აქედან გამომდინარე დადასტურება იმისა, თუ რა საოცარი შესაძლებლობისაა ჩვენი შინაგანი სამყარო. მაცხონებელი მადლი გვანიჭებს უნარს სნეულთა განკურნებისა, სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა, მრავალ სასწაულთა აღსრულებისა და რაც მთავარია, ყდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და განღრთობისა. უნდა ითქვას ისიც, რომ მართალია იესო ქრისტე ყველა დროის უდიდესი მაგალითია, რომელსაც ვერასდროს ვერავინ შეედრება, მაგრამ ცალკეულ ეპოქას თავისი ავტორიტეტები, თავისი გამორჩეული პიროვნებები მაინც სჭირდება, რომლებიც ჭეშმარიტი რწმენისა და მამულისათვის თავდადებით ხალხს განამტკიცებენ და სწორი გზის მაჩვენებელნი არიან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულნი და მოწამენი, ღმერთშემოსილნი და ღირსნი მამანი და დედანი, ჩვენი დიდებული მეფენი და დედოფალნი, სასულიერო პირნი,
თავადაზნაურთა და დაბალი ფენის წარმომადგენელნი საუკუნეთა მანძილზე განამტკიცებდნენ საზოგადოებას. ათეისტურ პერიოდში ისინი შეცვალა ინტელიგენციის, მუშათა კლასისა და სამხედრო პირების, განსაკუთრებით სამამულო ომის დროს მაშინდელმა რჩეულმა ნაწილმა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბელადებზე, რომელიც ქვეყნის ერთგვარ ზნეობრივ სახეს ქმნიდა. ჩვენს დროში კი თითოეულა გამონაკლისის გარდა ესეც მოისპო და შეიძლება ითქვას უღირსთა ზეობის დრო დადგა. ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ გსურს სწორი ნაბიჯები გადავდგათ და სათანადო ორიენტირები თავიდანვე განსაზღვროთ. საერთოდ პიროვნება და საზოგადოება ერთმანეთს ასაზრდოებენ. ცალკეული ადამიანის ჩამოყალიბება, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებაში არსებულ ღირებულებათა სისტემაზე, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად სარწმუნოებაც განაპირობებს. როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სირთულეები ჩნდება, აქტიურდება პიროვნებების როლი და მათი ჯანსაღი მტკიცე პოზიცია დიდ როლს ასრულებს მდგომარეობის გამოსწორებაში. პრობლემის სათავე უღმერთობა ანუ უმადლობაა. მადლის ნაკლებობა ჩვენ ქრისტიანებსაც გვახასიათებს, რადგან ხშირად მხოლოდ სიტყვით ვაღიარებთ უფალს, გულით და საქმით კი შორს ვართ მისგან. ამასთან ვემსგავსებით სახარებისეულ მართას, რომელიც ცდილობს მაცხოვარს მიწიური საქმეებით აამოს და ზრუნავს მრავალთათვის, უფალი კი გვეუბნება, აქა ერთისაა სახმარ. ანუ უპირველეს ყოვლისა საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისათვის. ვინც ხორციელ ნებებსა და გულისფერს ღვთის მადლით დათრგუნავს და თავის სულში ახალ ადამიანს აღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ პირველ ქმნილ ცოდვას მოჰყვა მისი შედეგი, სიკვდილი, სიკვდილს კი ჯოჯოხეთი და ეშმაკის მეობაში ტყვეობაში გარდაცვლილ სულების დამკვიდრება. ასე გახდა სიკვდილი და ხრწნილება ადამიანის და მის დაქვემდებარებაში ყოფი ხილული სამყაროს ხვედრი. სიკვდილი ორგვარია, ხორციელი და სულიერი. ხორციელი სიკვდილი გულისხმობს სხეულის გაყრას უკვდავ სულთან და ამას ვერავინ გადაურჩება. სულიერი სიკვდილი კი დგება გარდაცვალების შემდეგ, თუ სული ამ ქვეყნად არ იყო დაკავშირებული ღვთაებრივ მადლთან. უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა, ადამმა დაარღვიარა მცნება, სურდა დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა. მანამდე მან არ იცოდა, რა იყო ეს გრძნობა. შიში განუყოფელია დანაშაულისა და ცოდვისაგან, ამიტომაც იგი ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ამ ქვეყნიურ საზრუნავში დათმულ ადამიანს ეშინია სხვისი და საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის, უცხო გარემოსი, მტრების, ეშინია სნეულების, შიმშილის, უსახსრობის და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რადგანაც ყველაზე მეტად ეს აძრწუნებს. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ მას არ აქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა და მთელი არსებით არ არის მინდობილი უფალს, ადვილად დაკარგავს მხნეობას. გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელიც უდიდეს ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა მაცხოვრისადმი, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს მიენდო და არა უფლის შემწეობას, მაშინვე გაცხადდა მისი ადამიანური ბუნების სისუსტე და უძლურება და განსასწრელში მყოფმა სასჯელის შიშით სამგზის უარყო ქრისტე. შემდეგ კი, როდესაც ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით სიმტკიცის კლდეთ აღდგა რწმენაში, მისთვის სიკვდილის შიში დაიძლია და პირიქით ითხოვდა მძიმე ხვედრს, თავდაღმა ჯვარცმას,
ოღონდ უფალს შეერთებოდა და მასთან ერთად ყოფილიყო განუშორებლად. ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიზულოს, სიკეთეში განმტკიცდეს, სინანულის მადლით განიწმინდოს. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი, ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას და ღმერთთან მყოფობის დასაწყისს. ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე. ასეთი ადამიანი მოყვა საღიქვამს როგორც საკუთარ თავს და საკუთარ თავს კი ჩრდილში აყენებს. იგი კეთილგანწყობილია ახლობელთა და შორებელთა, ნაცნობთა და უცნობთა, მდიდართა და ღარიბთა, მოკეთეთა და მოძულეთა მიმართ. ღირსეულნი და სათნონი, რა თქმა უნდა, მათი თვისებების გამო უყვარს, ცოდვინი კი იმიტომ, რომ არასწორი ქცევით თვითონვე სჯიან საკუთარ თავს და სულს ჯოჯოხეთისთვის იმეტებენ. ამიტომაც შესაბრალისნი არიან და ლოცვით შეწევნას საჭიროებენ. თავისი ქცევის მიუხედავად ყოველი ადამიანი ხილული სამყაროს გვირგვინია. ამიტომაც გაიღო ასეთი მსხვერპლი მაცხოვარმა, განკაცდა, რათა ჩვენთვის ღვთისშვილობის მადლი მოენიჭებინა და ახალ ადამიანად ცოდვებისაგან თავისუფალ პიროვნებად ყოფნის საშუალება მოეცა. უფლის სამქვეყნიური ცხოვრება ნათელი დადასტურებაა ადამიანისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულისა. როგორც წყალობს იგი უძლურებს, დავრდომილებს, დამცირებულებს, როგორია მისი დამოკიდებულება ბავშვებთან, მოწაფეებთან, ახლობლებთან მიმართებაში. ასევე ავაზაკის ზოგადად ცოდვილების და მტრების მიმართ, ყოველივე ამით მან ადამიანის მნიშვნელობა და ღირსება წარმოაჩინა. რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკეთო სოფელი ყოველი შეიძინოს და სულისთვის იზღვიოს. ანუ რაი მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვისისა, ბრძანებს უფალი. ჩვენ კი რა თქმა უნდა პასუხი არ გვაქვს და არც არასწორ ცხოვრებას ვცვლით. თუნდაც ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება სწორ მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სხეულის სიმრთელე ყოველთვის სასურველია, თუმცა დიდი შეცდომაა, როცა დიდ დროს ვუთმოთ მასზე ზრუნვას და საერთოდ არ ვფიქრობ სულიერ სიჯანსახეზე. თითქოს ჩვენი უკვდავი სული ჩვენი მარადიული არსებობისთვის განსაზღვრელი არ იყოს. ბევრმა ისიც არ იცის, რომ ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, ძალიან მძიმე სნეულებათაგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ წმინდა საიდუმლოს ხშირად მიღებით, ფიზიკურ გამოჯანმრთელობასთან ერთად მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროთი წმინდება და განახლებას განიცდის. ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა. საერთოდ აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს გეძლევათ ლოცვა კურთხევა. აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრების წესად აქციოთ ლოცვა და თქვენ სულზე ზრუნვა, რათა საკუთარი თავიც იხსნათ მარადიული ხსნებისაგან და შთამომავლობასაც თქვენი ცოდვები სიმძიმედ არ დაუტოვოთ. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება, ღვთის წინაშე კი ყველა მხოლოდ თავის დანაშაულზე აგებს პასუხს. უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკვლელობა, აბორტი.
მე ადრე შევეხე ამ თემას, მაგრამ კვლავ მინდა მასზე ყურადღების გამახვილება. ბოროტმოქმედის სიკვდილი დასჯა მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აკრძალულია და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა. მათ მიმართ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მკაცრი აღკვეთი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პიროვნების გამოსწორებისათვის. აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომების სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა და ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიურ დამცველად არავინ ჰყავთ, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება. აბორტს და მუცლის მოხდის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ისევე როგორც რომის იმპერიაშიც. მით უმეტეს ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას. მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა 1920 წელს. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში იგი კვლავ ნებადართულია და მასმედიის საშუალებითა და ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით წახალისებულიც. ბოროტმოქმედი რომ დაემუქროს დედას, შენი შვილები დახოცე თორემ მოკლავთო, იგი ხომ თავის სიკვდილს ამჯობინებს და ეს ბუნებრივიცაა. მაშ როგორ თანხმდება იგი მუსლად მყოფი შვილის წამებით სიკვდილს? მით უმეტეს, ყველამ უკვე იცის, რომ რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, მას ისეთივე განცდა აქვს ტკივილისა, როგორიც ზრდასრულს. გაუგებარია ისიც, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხანაში, როდესაც ყველა მიყილა ფილმი ჩუმი ძახილი, როგორღა დგამს ამ ნაბის მშობელი, ან როგორ აკეთებს ამას ექიმი გინეკოლოგი. ამ ცოდვის სიმძიმე იმითაც ვლინდება, რომ ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას, აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი ნერვიულ გამოვლინებებს. ამიტომაც არის ამდენი დანგრეული ოჯახი დღეს საქართველოში, ამდენი მკვდრად მშობილი ნაყოფი და ჩვილთა შორის გახშირებული სიკვდილიანობა. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება. ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუსლად ღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, ვთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას. თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ. როგორც ცნობილია ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36,000 აბორტი კეთდება. რეალურად გაცილებით მეტი შემთხვევაა. მკვდრად მშობილ შვილების რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. რა თქმა უნდა, გამონაკლისის შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მანამდე კი მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ. თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად. მთავარი სწორედ განწყობის შექმნა. განწყობის თეორია კარგად უნდა შევისწავლოთ და დავნერგოთ ჩვენ ცხოვრებაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღშენებლობისათვის. განწყობა უნდა შეიქმნას მაგალითად სოფლის აღორძინებისათვის, ასევე საზღვრისპირა და მთის რეგიონების განაშენიანებისათვის. რა თქმა უნდა, სათანადო ინვესტიციების მოძიებაც აუცილებელია, მაგრამ მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
განწყობა უნდა შეიქმნას განათლების სისტემის აღორძინებისათვის, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მოთხოვნილების გაძლიერებისათვის, ღრმა აზროვნების დანერგვისათვის, მეცნიერების წინსვლისათვის, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ჯარის გამტკიცებისათვის, ქვეყნის ინტერესებისა და ეროვნული იდეოლოგიის დაცვისათვის. ამ სოფლად ჩვენთვის მოცემულ სივრცესა და დროში უნდა მოვასწროთ ზეცად ამყვანებელ კიბეზე ასვლა. როგორ მივხვდეთ ვარ თუ არა ღირსეული ქრისტიანები და დავიწყეთ თუ არა ზეასვლა. ეს ძნელი არ არის. მატერიალური აზროვნების მქონე პიროვნება ბედნიერებას მხოლოდ მომხვეჭელობაში ჰპოვებს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი მოწყალების გაცემაში. გამიწიერებული ადამიანი საკუთარი თავის და თავისი შესაძლებლობების მოიმედია, სულიერი კი მხოლოდ ღმერთის. მაცხონებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი ქველის საქმეებით სიმდიდრეს. არაეკლესიური ცნობიერების მქონე სხვებზე მბრძანებლობს, მოწმუნე კი თავის ბნებებზე. ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ქართველნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო, ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო, წმენით მივიახლოთ ჩვენი უფლით ბრწყინვალე ადგომის მაცხონებელ, მაცოცხლებელ მადლს და შევიმოსოთ სიმართლის საჭურველი. რათა ვითარცა იგი ადგა ქრისტემ მკვდრეთი დიდებითა მამისათა, ეგრეთსა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდეთ. მას გავემიჯნებით საყოველთაოდ გაბატონებულ ეგოცენტრიზმს, თავის მოყვარეობას და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მთავარი მტერი სწორედ ეგოიზმია. სხვისთვის სიყვარულით აღსრულებული მსახურება კი ჩვენი გადამრჩენელი. აღმოვაჩენთ, რომ ღმერთის სიყვარული განუყოფელია, მოყვასის სიყვარულისგან და ერთი მეორეს განაპირობებს. და თუ ყოველი ამას ჩვენ ცხოვრებაში რწმენით აღვასრულებთ, შევიმოსავთ ქრისტეს და ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ. დაითესება ჩვენი სხეული მშვენიერი და აღდგება სხეული სულიერი. დაითესება ხსნილებაში და აღდგება უხრწნელებაში. დაითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში. მას ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, არამედ როგორც მკვდრეთით ამდგარმა უძღვენით საკუთარი თავი ღმერთს. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, აღდგომა ქრისტესი 2013 წელი.